ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროს 21 ღუმელი ექსპლუატაციაში გაუშვეს. როგორც საწარმოს ადმინისტრაცია აცხადებს, განახლებული ღუმელი დღე-ღამეში 70 ტონა მაღალხარისხიანი მზა პროდუქციის უწყვეტ წარმოებას უზრუნველყოფს. ღუმელის აღდგენა ადგილობრივი ძალებით განხორციელდა. ამის შესახებ განცხადებას ჯორჯიან მანგანეზის საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით საწარმოო პროცესის სრული ციკლის აღდგენა მარტიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე ვერ დაგვიკონკრეტეს. მეტალურგებისთვის განსაკუთრებული დღეა 21 ღუმელი გაუშვით ექსპლუატაციაში, რომელიც მოგცემს 70 ტონა მზა პროდუქციას დღე-ღამის განმავლობაში. გამოწვევა გვაქვს, რომ მინიმუმ 20 წლიანი გარანტიით მხარად აშენებულ ღუმელს ეს რესურსი გქონდეს და ჩვენ გვექნება მაღალხარისხიანი შენადნობი და ქართულ ეკონომიკას მიცემს სარგებელს. რაბინებისამებრ ვიწყებთ აღდგენით სამუშაოებს და განახლებას მუშაობისას. მთლიანად შეიცვალა ყველა კვანძი, განახლდა ახლით. ყველა სამუშაო ჩატარებული იქნა ხარხნის მოსამსახურეების მიერ. ყველაზე საპასუხისმგებლო კვანძი, როგორიც არის ღუმელის ამონაგი, მეოთხე საამქრო ტექნოლოგიური პერსონალის მიერ იქნა შემუშავებული. ღუმელის წარმადობა არის დაახლოებით 2000 ტონა ფეროშენადნობი თვეში, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მეტი სიძლიერის მომტანია და დადებითად აისახება მოსამსახურეების ყოფას და ცხოვრებას. შეგახსენებთ, ზესტაფონის ქარხანაში ფეროშენადნობების საწარმოო პროცესი გასული წლის 1 ნოემბრიდან შეჩერდა და დროებითი მართვის რეჟიმი ამოქმედდა. საწარმო თანამშრომლებს ხელფასის 60%-ით უზრუნველყოფდა. მათ ასევე შენარჩუნებული ჰქონდათ სადაზღვევო პაკეტიც. ჩვენს ქვეყანას მათ მოუსწეს სამოქალაქო სექტორის განვითარების პერსპექტივა. ხელისუფლებას ყველა ბერკეტი ჰქონდა საიმისოდ, რომ გაეკონტროლებინა ნებისმიერი ორგანიზაცია და მიეღო ინფორმაცია თითოეული თეთრის დახარჯვასა და მიზნობრიობაზე. თქვა სპექტრთან სატელეფონო კომუნიკაციისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრმა ზესტაფონის საკრებულოში. მიხეილ ფოცხვერაშვილის განცხადებით, თანხა, რომელსაც გრანტების სახით გასცემს ახალი სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, არის მიზერული იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დონორებისგან წლების განმავლობაში იღებდა და რაც წლების მანძილზე ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებას ხმარდებოდა. ბევრჯერ ვისაუბრეთ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და კიდევ ერთხელ დავიმეორებთ, ეს არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თანხის კანონიერების შემოწმების ყველა ბერკეტი გააჩნია სახელმწიფოს, ასე რომ გამჭირვალობის მოტივით მათი აკრძალვა ეს არის უბრალოდ სიცრუე. მთელი ამ 12 წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ჩვენს ქალაქში და მთელს ქვეყანაში აშენებდნენ სკოლებს, მილენიუმის პროგრამა არის სპეციალურად აშენდა და რეაბილიტაცია მდებარეობს. ეხლა მეორე სკოლის და მანამდე მეშვიდე სკოლის, ასევე სოფლის სკოლის, დილიკაური სკოლის და ასევე სვიში იწყება კიდე სოფელში მშენებლობა. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მილენიუმის პროგრამის კეთება, შიდა გზები, ასევე სამედიცინო ოპერაციები, ასევე საგანმანათლებლო სისტემაში სტუდენტების გამგზავრება ევროპაში, ესეც ევროპული თანხით ხდებოდა. დიდი პროექტი ავტობანი აზიის განვითარების ბანკით ხდებოდა, ასევე გვეხმარებოდნენ სხვა ევროპული სახელმწიფოები. ჩვენ ამ ყველაფერზე ვთქვით უარი. ჩვენ უარი ვთქვით მოლაპარაკებაზე ევროსაბჭოსთან და თავისთავად ეს დახმარებები, ეს საჩუქარი შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაზე ვთავხდებოდით წინა ხელისუფლებას და მოქმედებს, იმიტომ რომ ხელისუფლება ჩვენ ბიუჯეტს არ ქონდა იმ საშუალება, რომ ეს დიდი პროექტები გაეკეთებია. და რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია არ უნდა შეიქმნას, ეს არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ექნებათ იმის ჩვენ ეს ყველაფერი ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს, ჩვენ ბიუჯეტს ამის საშუალება არ ექნება, რომ ის პროექტები განხორციელდეს, რაც აქამდე ხორციელდებოდა. ამიტომ ამით თავისთავად დაზარალდება ჩვენი მოსახლეობა. ჩვენ მსგავსი ანალოგიური მახსენდება მე ოქთა ანალოგიური ბელორუსიაში და რუსეთში, როდესაც ევროკავშირმა შეწყვეტა ყოველგვარი დაფინანსება, რაც მანამდე არსებობდა. ანალოგიური ხდება საქართველოშიც. ჩვენ უარი ვთქვით ამ ყველაფერზე და გამოვიყურეთ გამჭირვალობა, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, სრული აბსურდია, სახელმწიფოს აქვს ყველანაირი შემოსავლების სამსახური, სადაც ხედავს მის დეკლარაციას, ხედავს მის ხარჯვით ნაწილს, შუაში არ არის გამჭირვალობა და თვითონ ვიღაცას უნდა ძალიანაც უკიდოდეს, ვერ დამალავს სპეციალურ არასამთავრობო ორგანიზაციას თავის ხარჯვით ნაწილს.
ეს კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოს ჰქონდა და აქვს ესაც. უბრალოდ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო ევროპული წახები, საქართველო არ უნდა წასულიყო ევროპის გზით და ჩვენ ეს უკვე ხვალ დაგვიცხადეს, რომ ევროპული მომავალი საქართველოში დამთავრდა. თავისთავად დამთავრდა ის სიკეთები, რაც ევროპიდან მომდინარეობდა. ეხლა არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის სახელმწიფო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ რომ ჩვენ ბიუჯეტს ამის საშუალება ქონოდა, მაშინ ჩვენ ევროპული სახელმწიფოები არ დაგვეხმარებოდნენ თუ ამის საჭიროება არ იქნებოდა. იმედა საჭიროება იყო ამ ყველაფრის და ჩვენი ბიუჯეტი ამ ყველაფრის ვერ წოდებოდა, ამიტომ ხდებოდა ჩვენი განვითარებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ამ რეფორმების ჩატარება უცხოური გრანტებით. თუ თქვი თუ არის, რა თქმა უნდა, დაზარდება ქვეყანას და სამოქალაქო საზოგადოებას. 20 მილიონი გიპასუხოთ, 20 მილიონი ხარჯებოდა სულ 5 სკოლის რეაბილიტაციისთვის და დაახლოებით მარტო ერთ სახელმწიფოს ამერიკის შეერთებულ შტატებს დაახლოებით 1.5 მილიარდი აქვს დახარჯული საქართველოში 30 წლის განმავლობაში მარტო საგანმანათლებლო სისტემაში. და თქვენ ხვდებით ახლა რა თანხაზე ჩამოვიდეთ ჩვენ და რა თანხით გვეხმარებოდნენ, რა თანხაზე თქვი თუ არის და რა თანხით 20 მილიონი როგორ უნდა განვითარდეს საგანმანათლებლო სისტემას, 20 მილიონი როგორ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურას, სამედიცინო სფეროს, ჯანდაცვას, ყველა სოფლის მეურნეობას, ამას ხო მოყვება რა თქმა უნდა ის ხარჯი, ის თანხები, რომლებიც მცირე საშუალო და ბიზნესის განვითარებისთვის ეხარჯებოდა 20 მილიონი ამას როგორ ვლებს ეს სასაცილო თანხა არის. ამ გაქიდან გამომდინარე აბსურდი არის ვილაპარაკოთ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ამ სახელმწიფოს შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების და ამ წილე ბიუჯეტი. როგორც ცნობილია, ქვეყნის მთავრობამ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც შემდგომში საბიუჯეტო სახსრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შერჩეულ შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე. კერძოდ, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული 2025 წელს საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა 20 მილიონი ლარი მოხმარდება სააგენტოს შექმნას, მის ფუნქციონირებას, ასევე გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას. მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსება მოხდება ღიად და გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს განაცხადა. ორი მიზანი, ორი მიმართულება ამ კანონმდებლობის მიღების კუთხით. პირველი საზოგადოებთან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა, ამისთვის ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და შეიძლება მივიღოთ ფარას კანონიც, რომ ნახოთ სად იხარჯება ეს თანხები, ბოლო პერიოდმა აჩვენა, რომ ბევრი სიკეთისთვის იხარჯება, ბევრი რამ კიდევ გაურკვეველია და საეჭვოა. და მეორე, ჩვენ თვითონ გვინდა რასაც ეხლა ვიღებთ შექმნა ფონდის ამ კანონის საშუალებით, რომ საქართველოს მთავრობამ ხელისუფლებამ თვითონ დააფინანსოს ის მიმართულებები, ის საკითხები, რომელიც ქვეყანას ჭირდება. შეუზღუდავად იყო შეკითხვები, რომ რა მიმართულებზე წავა. არ აქვს შეზღუდვა, რაც ქვეყანას ჭირდება, შეიძლება იყოს შშმ პირებთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ან ყველანაირ საკითხთან დაკავშირებით, იქნება კონკურსები, იქნება ტენდერები, გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც ყველაზე კარგად გააკეთებს, შეისწავლის ამ საკითხს და დაფინანსდება ეს ორგანიზაციები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. ამასთან სააგენტოს წლიური სახელფასო ფონდის ოდენობა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება მას შემდეგ, რაც შეიქმნება აღნიშნული სააგენტო. დაახლოებით 9 მილიარდის დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებისგან 2024 წლებში. ზუგდიდში დადიანების სასახლის რესტავრაცია, კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, ინგლისური ენის კურსების სოფლის ახალგაზრდებისთვის, ხელოვნური ინტელექტის კლუბების სკოლებისთვის. ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოში 2020-2024 წლებში განახორციელა. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით $500 მილიონ შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულებით 20 იანვრიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დახმარება 90 დღით შეჩერებულია. ამ გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ქვეყნის ინტერესებთან. ჩვენს მიერ დახარჯული თითოეული დოლარი, ჩვენს მიერ დაფინანსებული თითოეული პროგრამა და ჩვენს მიერ გატარებული თითოეული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს პასუხებს სამ შეკითხვაზე: აქცევს თუ არა ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოდ, აქცევს თუ არა ეს ამერიკას უფრო ძლიერად, აქცევს თუ არა ეს ამერიკას უფრო აყვავებულად, განაცხადა 22 იანვარს მარკო რუბიომ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა. დონალდ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში ხაზგასმულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტული ქვეყნები, პროგრამები თუ ბენეფიციარები, რომლებსაც შესაძლოა შეეხოთ ეს პროგრამა და შეეხება თუ არა უკვე მიმდინარე პროექტებს, რომელთათვისაც დახმარება უკვე გამოყოფილია კონგრესის მიერ ფედერალური ბიუჯეტიდან.